მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ მაისის თვის ტაროლოგიური პროგნოზი. წარმოგიდგენთ პირველ ვარიანტს. პირველი ვარიანტი არის ბუდას ფიგურა, მეორე ვარიანტი განეშას ფიგურა, მესამე ვარიანტი არის ლაქშმის ფიგურა. შეგიძლიათ დახუჭოთ თვალები, კონცენტრაცია მოახდინოთ სუნთქვაზე, ღრმად ჩაისუნთქოთ და ამოისუნთქოთ და თვალის გახელისას, რომელ ვარიანტსაც მოხვდება თქვენი თვალი პირველი, ის შეიძლება რომ იყოს ინტუიციურად თქვენთვის რეზონირებადი ვარიანტი. მაშასა პირველი ვარიანტი, ზოგადი პროგნოზი, როგორი იქნება მაისის თვე თქვენთვის. აქ უნდა ელოდოთ შეტყობინებას ადამიანისგან, რომელსაც დიდხანს ელოდით. შესაძლოა იყოს ესეთი წყობა ვიღაცისთვის, რომ ესე რეზონირებდეს, რომ ვიღაც ადამიანი ცდილობდეს თქვენზე, თქვენს არაცნობიერზე ზეგავლენის მოხდენას, იმისთვის, რომ თქვენ პირველმა მიწეროთ მას. შესაძლოა რომ თქვათ ამისთვის კითხულობდეს ლოცვებს, ანთებდეს სანთლებს, აკეთებდეს სხვადასხვა რაღაცა რიტუალებს, იმისთვის, რომ თქვენ პირველმა გამოიჩინოთ ინიციატივა. აქ შესაძლოა იყოს წარსულიდან ადამიანი შემოვიდეს მობოდიშებით და რაღაცა კონკრეტული შეთავაზებით. ამის ვარიანტიც არის. ასევე კარგი იქნება თუ წვენდასაც გააკეთებთ, იმიტომ რომ აქ რაღაცა თქვათ ხელოვნური ჩარევები თქვენზე შეიძლება იყოს მაისის თვის განმავლობაში, რომ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ რაღაცები გააკეთოთ, თქვათ ვიღაცას მიწეროთ, რაღაცა ინიციატივა გამოიჩინოთ და ასე შემდეგ. ასევე მოკლე ჩართვას გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით, რომ ძალიან გთხოვთ მოერიდოთ ხოლმე ესეთ რიტუალებს, რაც შეეხება სხვისი ნების, ასე ვთქვათ, უგულველყოფას, სხვისი თავისუფალი ნების უგულველყოფას და თქვათ რაღაცა კონტრაქტის დადებას ისეთ ძალებთან, რომელიც მერე ათასმაგად, ასე ვთქვათ, წაიღებს უამრავ რესურსს თქვენი მხრიდან. არ ღირს ესეთ რიტუალებში მონაწილეობის მიღება, რადგან მოკლედ ყველაფერს აქვს თავისი ფასი და მეორე მხარეს რაც არის ხოლმე ეს ფასი, რასაც მერე იხდის ის ადამიანი, ვინც ამას აკეთებს და მისი შთამომავლობა ძალიან ძვირი ჯდება ხოლმე. ამიტომ თან ეხლა ისეთი პერიოდია, რომ მიდის წმენდა და გამოცდების პერიოდი არის ყველასთვის, ამიტომ მოერიდეთ ესეთ რიტუალებში მონაწილეობის მიღებას. რაც შეეხება, რომ თქვათ, ახალ მთვარეობაზე რაღაცა ბარაქის რიტუალი გააკეთოთ, ან სხვადასხვა, თქვათ, რაც მხოლოდ თქვენ გეხებათ და არა სხვა ადამიანს. მეორე ადამიანს რაც ეხება, იქ უკვე არის მისი თავისუფალი ნების გაუთვალისწინებლობა და უპატივცემულობა და ეს უკვე ითვლება წითელ ან შავ მაგიად. რაც შეეხება ახლა ჯანმრთელობას, აქ ჯანმრთელობა მდგრადია მაისის თვეში თქვენთვის. ერთადერთი მიაქციეთ ყურადღება, რომ ალკოჰოლთან, ესე იგი, ზედმეტი არ მოგივიდეთ. დანარჩენი სხვა მხრივ მდგრადია ჯანმრთელობა. რაც შეეხება ფინანსებს, აქ შეიძლება გაგიმართლოთ, რაღაცა ახალი ფინანსების წყაროც შემოვიდეს. შეძლებთ, რომ დაიფინანსოთ ყველა ის სიამოვნება, სასიამოვნო პროცედურები, ნივთები, რაც თქვენ, ესე იგი, გაგახარებთ და სიამოვნებას მოგანიჭებთ. სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობის თვალსაზრისით აქ არის ესე იგი, ერთ კონკრეტულ ადამიანთან არის ძალიან ძლიერი მაგნიტური მიზიდულობა და ქიმია. ამ ადამიანთან შესაძლოა ესე იგი ძალიან მყარი ურთიერთობა შედგეს
და უკვე ქორწინებისკენაც წავიდეს საქმე. ანუ გასერიოზულდეს ურთიერთობა, მაგრამ გარდა ამისა, შესაძლოა ეს უკვე იყოს არსებული პარტნიორი, რომელთან ერთადაც ცხოვრობთ, მეუღლე, ესე იგი პარტნიორი და ასე შემდეგ, შეყვარებული და ასე შემდეგ. თუმცა ის ადამიანი, ვინც თქვენს მანიპულაციას ცდილობს, ის სხვა ადამიანია. ეს კი ვისთანაც ეს ჯანსაღი ურთიერთობის საკითხი, ჯანსაღი ურთიერთობის პოტენციალი არის და არის ძლიერი მიზიდულობა, ეს არის სხვა ადამიანი. ანუ აქ ორ განსხვავებულ ადამიანზე გვაქვს საუბარი. პრინციპში დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, ინდივიდუალური კონსულტაციისთვის და ტაროლოგიის კურსის დეტალებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომწეროთ Facebook გვერდზე. ყველაფრის ლინკს დავტოვებ ვიდეოს აღწერაში. მადლობას გიხდით და დროებით გემშვიდობებით. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, აქ მაისის თვის ტაროლოგიური პროგნოზი, ზოგადი პროგნოზი. აქ თვის განმავლობაში მოგიწევთ ბევრი მუშაობა. ხშირად გექნებათ იმისი სურვილი, რომ განმარტოვდეთ უფრო დასვენებისთვის, ჩაუღრმავდეთ თქვენს თავს. და შესაძლოა ემზადებოდეთ რაღაცა მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის, ნაბიჯის გადასადგმელად. შეიძლება ეს ეხებოდეს მოგზაურობას, ვიღაცისთვის რაღაცა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემას, ახალი რაღაცის შესწავლას, ცოდნის მიღებას, სამსახურეობრივად ახალ პოზიციაზე გადასვლას, განვითარებას, ახალი პროექტის შემოსვლას და ასე შემდეგ. თუმცა აქ თვის განმავლობაში მიდრეკილი იქნებით, ესე იგი, ორი პოლუსი გექნებათ, რომ ერთი ძალიან ბევრი იმუშაოთ და გადაწვის ზღვამდე მიხვიდეთ და მეორე უკვე საერთოდ ყველა პასუხისმგებლობა, ასე ვთქვათ, მიატოვოთ და მოგინდეთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავთან განმარტოვებაში ყოფნა. მოერიდეთ ესე იგი უკიდურეს ფორმებს, შეეცადეთ რომ მუშაობაშიც და განმარტოვებაშიც დაიცვათ ბალანსი. რადგან აქ მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობა მდგრადია თვის განმავლობაში, ემოციები იქნება მოძალებული. ამიტომ ემოციური ფონი იქნება. ესე იგი, შეიძლება გრძნობდეთ ძალიან დიდ სიყვარულს, თბილ ემოციებს კონკრეტული ადამიანის მიმართ. და ამაზე იყოს თქვათ ეს რაღაცა განმარტოვების სურვილი, რომ ამას ჩაუფიქრდეთ და ინიციატივაც მის მიმართ გამოიჩინოთ. რაც შეეხება ფინანსებს, აქ შესაძლოა ახალი ფინანსების წყაროს ჩაუყაროთ საფუძველი, ახალი პროექტი, ახალი სამსახური შესაძლოა იყოს, ახალი პროგრამები შექმნათ, რაც თქვათ სამომავლოდ და თვის განმავლობაში სხვათა შორის მოგიტანთ ფინანსურ შემოსავალს, მაგრამ აქ უფრო ჩანს, რომ ჩანასახში რაღაცა მნიშვნელოვანს ჩაუყრით საფუძველს. რაც შეეხება სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობებს, აქ ჩანს ესეთი რაღაცა, რომ შესაძლოა ძლიერი მიზიდულობა გქონდეთ ვინმეს მიმართ, ან თქვენს მიმართ გქონდეს ადამიანს ისეთი ძლიერი მიზიდულობა, თუმცა ამას მალავდეს და არ ავლენდეს. თქვენს მხარესაც ესე, თუ თქვენ ხართ ეს ადამიანი, თქვენს მალავთ და მასთან არ ავლენთ. შესაძლოა რომ ეს იყოს, რაზეც გეფიქრებათ, რომ ეს გაუმხილოთ თუ არა ამ ადამიანს თქვენი გრძნობების შესახებ. ან ის იყოს ამ მდგომარეობაში, რომ ფიქრობდეს, ესე იგი, აწონ-დაწონის პროცესში იყოს, გაგიმხილოთ თუ არა, გამოიჩინოს თუ არა ინიციატივა. ესე იგი, მიიღეთ როგორც რეზონირებს თქვენთვის და პრინციპში სხვა მხრივ ისეთი სტაბილური თვე იქნება. უბრალოდ მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ არ გადაიტვირთოთ ემოციურად. დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის და ტაროლოგიის კურსზე ჩასაწერად. შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ის გვერდზე, ლინკებს დავტოვებ ვიდეოს აღწერაში. მადლობას გიხდით და დროებით გემშვიდობებით.
რაც შეეხება მესამე ვარიანტს, აქ მაისისთვის განმავლობაში გექნებათ სურვილი წამოხვიდეთ ისეთი ადგილებიდან, რაც აღარ ემსახურება თქვენს განვითარებას. შესაძლოა გეგმავდეთ ასევე სამოგზაუროდ წასვლას. აქ შესაძლოა შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც ესე იგი ემოციებით არის თქვენთან მისავსე და გაგიმხილოთ, შესაძლოა თქვენ იყოთ ეს ადამიანი და ფიქრობდეთ, ესე იგი შორგზაზე წასვლას კონკრეტული ადამიანის სანახავად. აქ არ არის გამორიცხული, რომ სერიოზული ურთიერთობის აწყობას გეგმავდეთ ამ ადამიანთან, ან თქვენთან მიმართებაში გეგმავდნენ სერიოზულ ურთიერთობას. თუმცა აქ მაინც დრო არის საჭირო, ჯერ თითქოს არ არის მომწიფებული სიტუაცია შესაბამისად. ჯანმრთელობის თვალსაზრისით აქ ჯანმრთელობა მდგრადია, ბევრი ენერგია გექნებათ, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოთ. ამიტომ რასაც ხელს მოკიდებთ ყველაფერში გაიმარჯვებთ, ამიტომ აქ ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენეთ, რათა შექმნათ და მიაღწიოთ იმ მიზნებს, რასაც თქვათ ისახავდით წინა პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება ფინანსებს, აქ მოიმკით იმას, რაც დათესეთ, ფინანსურად ძალიან კარგი პერიოდი იქნება მაისი. ესე იგი, შეიძლება ერთიანი დიდი შემოსავალი შემოვიდეს, ან პატარ-პატარა ისეთი შემოსავლები, რომელიც თქვათ წინა პერიოდში დათესეთ და ეხლა მოხდეს მომკა. რაც შეეხება ეხლა სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობას, აქ შესაძლოა თქვენ იპოვოთ, ან უკვე იპოვეთ თქვენი soulmate-ი, ასე ვთქვათ, ვისთანაც რთულად მიდიოდეს საკმაოდ უკაცრავად. მოკლედ საკმაოდ რთულად მიდიოდეს და ტყუილად არ მოხდა ეს რეკლამა ამოვარდა, ესე იგი, ხელის შემშლელი ფაქტორები იყოს. შეიძლება გეგმავდეთ უკვე, რომ რაღაცა შეხვდეთ, ილაპარაკოთ, ან ისიც ესე იყოს, რომ გეგმავდეს თქვენთან შეხვედრას და დალაპარაკებას და უცებ რაღაცა ხელის შემშლელი ფაქტორები ჩნდებოდეს. საკმაოდ რთულად რეალიზებადი ურთიერთობაა, ბევრი წინაღობა შეიძლება იყოს. აქ შეიძლება რაღაცნაირად დეპრესიული ფიქრებიც გქონდეთ თქვენც და ამ ადამიანსაც, რომ შეიძლება არაფერი არ გამოვიდეს. თუმცა ბევრნაირი გზა შეიძლება იყოს, მაგრამ დროში შეიძლება გაიწელოს ეს ურთიერთობა, რადგან ორივე მხარეს უნდა მოხდეს რაღაცა კარმული გაკვეთილების დამუშავება, რის მერეც უკვე იქნება ორივეს არჩევანი, რამდენად აირჩევენ ერთად ყოფნას, რამდენად აირჩევთ ერთად ყოფნას თქვენ და ეს ადამიანი. მის მხარესაც ზუსტად ესეთი, ანუ თავისუფალი არჩევანი გექნებათ, მაგრამ რაღაცა დიდი პერიოდის შემდეგ, რაც ორივე თქვენგანი გადაამუშავებთ მნიშვნელოვან კარმულ გაკვეთილებს. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. ინდივიდუალურ კონსულტაციებზე და ტაროლოგიის შემსწავლელ კურსზე შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ის გვერდზე, ლინკებს დავტოვებ ვიდეოს აღწერაში. მადლობას გიხდით და დროებით გემშვიდობებით.